Well, good evening, everyone. საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. დიდი პატივია თქვენს წინაშე საუბარი და ვიყო ამ საოცარი ორგანიზაციის ნაწილი. მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი და ვეცდები, ბევრი არ ვისაუბრო. მაგრამ იცით, თუ მიკროფონს შავკანიან ქადაგებელს მისცემთ. ზოგჯერ შეიძლება ძალიან დიდხანს ვისაუბრო. მაგრამ ვეცდები არ შეგაწყინოთ თავი. მე მჯერა, რომ ჩვენ ისტორიულ დროში ვცხოვრობთ. რადგან ყველა ეპოქაში დგება მომენტი, როდესაც რწმენა შიშზე მაღლა უნდა დადგეს, როდესაც ხიდები უნდა აშენდეს იქ, სადაც კედლები აღმართული და როდესაც სიმართლის ხმები უნდა ისმოდეს იქ, სადაც სიჩუმე მსიძულოს ფესვები გაუდგა. და მე მჯერა ძმებო და დებო, რომ ეს მომენტი დადგა პირდაპირ ახლა. როგორც ქრისტიანი მოძღვარი, მე ბევრს მოგზაურობდი მთელ მსოფლიოში, ხვდებოდი მრავალი რელიგიისა და ხალხის ლიდერებს. ესვატინში მუსლიმებთან ერთად ერთ მაგიდასთან ჭამდი პურს, მე ვლოცულობდი ებრაელებთან უკრაინაში. მე მშვიდობაზე ვესაუბრე ინდუისტ გურუებს ინდოეთში. სამხრეთ აფრიკაში ქრისტიან ლიდერებს შევხვდი და მთელი მსოფლიოს სულიერ ლიდერებთან ერთად ვიდექი, პლანეტის ყველა კუთხეში. და ერთადერთი დასკვნა, რასაც ამ ყველა შეხვედრის შემდეგ გავაკეთე, ასეთია: ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია. რას ვგულისხმობ? ყველას ერთი და იგივე გვინდა ჩვენი შვილების უსაფრთხოება. ყველას გვინდა ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრება. ყველას გვსურს სამართლიანობა და მშვიდობა, უფლება, შიშის გარეშე ილოცო ღმერთის მიმართ. და მაინც ძალიან ხშირად შიში გვაბრმავებს. და ყველაზე დამანგრეველი ტყუილი დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება რწმენა, რომ ისლამი თავისი ბუნებით ძალადობრივია, ან რომ მუსლიმების უნდა გვეშინოდეს. შემიძლია პირდაპირ ახლა სიმართლე გითხრათ? ამ ეტაპზე აფრო-ამერიკელი ეკლესიის წევრები, როგორც წესი, პასუხობენ: დიახ. მოდით ვიყოთ გულახდილები, ძმებო და დებო, ჩვენ დიდად არ განსხვავდებით. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ტყუილი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, განსაკუთრებით აქ დასავლეთში. მე მხარ მუშაობდი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ მუსლიმ ლიდერებთან. მე მათ პურს ვუზიარებდი, თვალებში ვუყურებდი, ვუსმენდი მათ გამოსვლებს. და ეჩვის გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს ნარატივი ტყუილია. მაგრამ ეს არა მხოლოდ ტყუილია, არამედ უკიდურესად საშიშიც. მუსულმანები მტრები არ არიან. ჩემი ებრაელი ძმები და დები საუკუნეების განმავლობაში ბოროტების სამიზნეები იყვნენ, ბოროტების ეგიდით მოქმედი ბოროტი ადამიანების. და დღეს, როდესაც ამ მშვენიერ დარბაზს ვუყურები, სადაც ვხედავ ჩემს ქრისტიან ძმებს, თუმცა მცირე რიცხოვანს, სადაც ვხედავ ჩემს ებრაელ ძმებს და მუსლიმ ძმებსა და დებს, დარწმუნებული ვარ, ასე უნდა თან არსებობდეს კაცობრიობა. ნება მომეცით ძალიან გარკვევით ვთქვა, მუსლიმები ტერორისტები არ არიან.
ამას ვამბობ როგორც ჩვენი დროის უდიდესი პრეზიდენტის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სულიერი მრჩეველი. და მე მჯერა, რომ დღეს რაღაც ჯადოსნური მოხდა. და მე მჯერა მანამ, სანამ არ მივახცევთ იმ ეტაპს, როდესაც შევწყვეტთ ერთმანეთის განსხვავებებზე ყურებას და დავიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ყველას ერთი და იგივე გვსურს. მშვიდობა ჩვენს ცხოვრებაში, მშვიდობა ჩვენი შვილებისთვის. მშვიდობა და თავისუფლებით, სულით და ჭეშმარიტებით ღმერთის რწმენის უფლება. მანამდე მიზანს ვერ მივახცევთ. ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში ტრამპის მხარდამჭერმა ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ბოროტმა მედიამ მოგვატყუა. ყველა რელიგია არასწორად იქნა გამოყენებული. ყველა რელიგია დამახინჯებულია. ჩემი რწმენაც კი, ქრისტიანული რწმენაც კი, წმინდა ბიბლიას იყენებს ამერიკაში აფრო-ამერიკელების 400 წლის განმავლობაში დამონების გასამართლებლად. ბოროტი ადამიანის ხელში ქრისტიანულ რწმენასაც კი შეუძლია წმინდა წერილის მანიპულირება ისეთი დღის წესრიგის გასატარებლად, რომელიც არაერთიანებს ხალხს. არამედ ყოფს მათ. გესმით ჩემი? ქვით დიახ. დიახ. ეს ჭეშმარიტება ძლიერი უნდა იყოს მთის მწვერვალებიდან, ამბიონებიდან დაწყებული, ტრიბუნებითა და პარლამენტებით დამთავრებული. მე მჯერა, რომ ახლაც კი არც ერთი რწმენა არ არის დაზღვეული ბოროტი ადამიანების მიერ მიტაცებისგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა რწმენაა. პრობლემა რწმენის დამახინჯებაა მათ მიერ, ვინც შიშით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. სიმართლე, რომელიც მე მომაქვს და მთელ მსოფლიოში ვავრცელებ, უბრალოა, ბომბები ვერასდროს მოიტანს მშვიდობას. მე ომის ზონებში დავდიოდი. ლოცულობდი ოჯახებთან ერთად, რომელთა შვილებიც საჰაერო დარტყმებში დაიღუპნენ. მე მინახავს ნგრევა, რომელიც თან ახლავს ომებს, როდესაც დრონებით ნადგურდება მთელი საზოგადოება. ჩვენ არ შეგვიძლია დავამარცხოთ ტერორიზმი მეტი ტერორისტის შექმნით, უდანაშაულო ადამიანების მოკლით. ყოველი მიყენებული დარტყმა, რომელიც არ შეესაბამება ნამდვილ მიზანს, სიძულვილის თესლს თესავს იმ ადამიანის გულში, ვისაც მხოლოდ მშვიდობა სურდა, მშვიდობიანად ცხოვრება. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს ექსტრემიზმის შეჩერება, ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია არა მხოლოდ იარაღში, არამედ ურთიერთობებში. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს. ზოგიერთი ადამიანი მაშინვე იკეტება, როგორც კი პოლიტიკურ გამოსვლას გაიგებს. ეს არასდროს მიგვიყვანს მშვიდობასთან, ჩემო ძმებო და დებო. მე აქ არ ვარ იმიტომ, რომ ეს შეიძლება პოპულარული იყოს ჩვენ შორის, ვინც თავს რესპუბლიკელად ან თუნდაც ტრამპის მხარდამჭერებად თვლის. მე აქ ვარ იმიტომ, რომ ეს სწორია და მე მჯერა, რომ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ შევწყვეტთ ერთმანეთის ყურებას, რათა ვიპოვოთ ჩვენი განსხვავებების მიზეზი, როდესაც შევწყვეტთ ერთმანეთის ყურებას, რათა ვიპოვოთ ის, რაც გვყოფს და რეალურად გავერკვევით არსში. თქვენ შეწყვეტთ ისეთი სიტუაციების ხილვას, როგორიც ღაზაში ხდება ახლა, გენოციდი მთელ მსოფლიოში. მეტი ადამიანი იქნება, ვინც თამამად ისაუბრებს იმაზე, რაც არასწორია. სწორედ ამიტომ ვარ აქ, ჩემო ძმებო და დებო. შეიძლება ყველაფერზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ არის ის, რომ ბომბები ვერასდროს მოიტანს მშვიდობას. მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს გადაიდგა ნაბიჯი თავისუფლებისაკენ.
ძალიან ვამაყობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა პალესტინელი და ებრაელი მწერლების გათავისუფლებისკენ და ჩვენ მივახცევთ იმ წერტილს, სადაც მშვიდობა დაისადგურებს და ეს კეთილდღეობას გამოიწვევს. მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება არ დაეთანხმოს ჩემს ყველა სიტყვას და ეს ნორმალურია. შეიძლება აღარასდროს მომიწვიონ და ეს ნორმალურია. იმედი მაქვს, რომ ასეა. მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი, მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ხალხისთვის ვითამაშო. ზოგიერთი რამ, რაც დღეს გითხარით, შეიძლებოდა ჩემი პოლიტიკური კარიერის დასასრული ყოფილიყო, მაგრამ არ ვაპირებ თავის მოჩვენებას. არა, ჩემო ძმებო და დებო, მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამბედაობა გამოვხატო. და არ მაინტერესებს, თუ ხალხს არ მოსწონს ის, რასაც ვამბობ. მაგრამ ვიცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ებრაელი ხარ, მუსლიმი თუ ქრისტიანი. არ აქვს მნიშვნელობა. თავარია გავაცნობიეროთ, რომ ღვთის წინაშე ყველანი ერთნაირები ვართ. და სიყვარულის ღირსნი ვართ. ჩვენ ერთიანობაში უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ მშვიდობის ღირსნი ვართ. იქნებით ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ბეთლემში, თელ-ავივში თუ უკრაინაში, ახლა უკრაინაზე ბომბები ცვივა. ახლა ხალხი რუსეთის ფედერაციის ხელით იღუპება. და მეზიზღება ის ფაქტი, რომ ამდენი ჩვენგანი დუმს. დოქტორმა მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, ეს ჩემი მტრების კივილი კი არა, ჩემი მეგობრების დუმილია. ჩემი დღევანდელი გზავნილი აქ ყოფთათვის არის მომისმინოთ მე და მათ, ვინც უკმაყოფილო იყო ტრამპის სახელის გაგონებაზე. კარგით, ყველაფერი კარგადაა. მაინც მეყვარებით, რადგან არ სიამაშია. მე აქ ჩემს პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ. შენც არ უნდა წარმოადგენდე შენს პოლიტიკურ პარტიას, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ერთსა და იმავე ჰაერს სუნთქავთ და ერთსა და იმავეს ვჭამთ. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთსა და იმავე საჭმელს ვჭამთ, რადგან მე ბევრს ვჭამ და შეიძლება მეტი აღმოსავლური საჭმელი რომ მეჭამა. ახლა ასეთი მსუქანი არ ვიქნებოდი. ძალიან ვცდილობ წონაში დაკლებას, მაგრამ მინდა ვთქვა ძმებო და დებო, ჩვენ ერთსა და იმავე ჰაერს ვსუნთქავთ. ჩვენ ერთი და იგივე გვინდა. გესმით ჩემი, მოჰყვებით ჩემს აზრს, რასაც ვამბობ? დიახ, მე აქ ლოზუნგების გასავრცელებლად არ ვარ. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, რომ თუ ჩვენგან მეტი ებრაელი, ქრისტიანი, მუსლიმი ავდგებით და ვიტყვით ამ სიტყვებს, დოქტორ კინგის სიტყვებს, როდესაც მან გამოაცხადა საბოლოოდ თავისუფლები ვართ, რომელიც გახდება სიმართლე. საბოლოოდ თავისუფლები ვართ. დიდება ყოვლისშემძლე ღმერთს ჩვენ, როგორც ხალხი, საბოლოოდ თავისუფლები ვართ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ძალიან დიდი მადლობა ყველას. და მე ვლოცულობ, რომ ეს გზავნილი თქვენს გულებს და სულებს მიაღწიოს, რომ არ გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა გვასხოვებს ერთმანეთისგან, არამედ და გააცნობიეროთ, რომ შეიძლება არ დაგეთანხმოთ. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ღმერთმა დაგლოცოთ. შალომ, ასალამუ ალეიკუმ.